მითების დეტექტორმა გამოიკვლია და დაადგინა ის, რომ ეგრეთ წოდებული ექიმი, რომელსაც სამთავრობო მედია უპირისპირებს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს, რეალურად არის Facebook ტროლი, რომელიც აქამდე ძირითადად დაკავებული იყო პროევროპული დემონსტრაციების და ასევე პროევროპული აქციების მონაწილეების გაშავებით და ამჯერად უკვე სამთავრობო მედიამ ის გამოიყენა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების წინააღმდეგ. ნათი თოფურია, Facebook მომხმარებელი, წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის კორუმპირებული ნაძირალა და ქვეყნის და ხალხის მოღალატე და სწორედ ამ ციტატას აშიარებს და აზიარებს, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში სხვადასხვა სამთავრობო პორტალი, მათ შორის რუსთავი ორის გვერდი სოციალურ ქსელში და ასევე მაგალითად პოსტივი, რომელსაც საერთოდ დასპონსორებული აქვს ტროლის ეს ციტატა, ანუ პოსტივის ფული აქვს გადახდილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ნახოს ეგრეთ წოდებული ტროლის ციტატა, რომელიც ლანძღავს ბოლო სიტყვებით ირაკლი ღარიბაშვილს. ვინ არის ეგრეთ წოდებული ექიმი ნათი თოფურია, მას სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ამ Facebook მომხმარებლით მითების დეტექტორი ჯერ კიდევ დაინტერესდა მათე დევიძის დაკავების დროს ის აქტიურად აშავებდა ახალგაზრდა დემონსტრანტს და მაშინ დაინტერესდნენ ვინ იყო რეალურად ეს მომხმარებელი და მაშინ აღმოჩნდა რომ რეალურად ნათი თოფურია აქვს გამოყენებული ვინმე ნათია დვალის ფოტოები, რომელიც აღებული აქვს და მოპარული აქვს ასე ვთქვათ რუსული სოციალური ქსელიდან. და ასევე საინტერესოა ის, რომ როდესაც ახლა სხვადასხვა სამთავრობო პორტალმა გადააზიარა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ტროლის ეს ციტატა, სხვადასხვა ფოტო იყო გამოქვეყნებული ნათი თოფურიასი. გაირკვა ასევე ის, რომ კიდევ ერთი ფოტო, რომელიც სხვადასხვა სამთავრობო გვერდზე გამოქვეყნდა, ესეც არის რუსული სოციალური ქსელიდან მოპარული ფოტო და ეს უკვე ეკუთვნის ქსენია კოვალენკოს. შეგვიძლია ვნახოთ რა მიგნებები აქვს მითების დეტექტორს. ხელისუფლებას უჭირს მისივე გუნდის წევრის წინააღმდეგ ექსპერტების მოძიება და ისინი ტროლის ენით ალაპარაკდნენ და ამჯერად ემუქრებოდნენ ღარიბაშვილის ნათესავებს, რომ ისინი ჩუმად უნდა ყოფილიყვნენ და კმაყოფილი უნდა ყოფილიყვნენ იმ სასჯელით, რომელიც მას მიუსაჯეს. ჩვენ ადრეც გამოვავლინეთ პრემიერ-მინისტრის, მათ შორის სხვათაშორის ღარიბაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, მის Facebook გვერდებთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები, რომელიც ქართულ და აზერბაიჯანულ მედიაში როგორც რესპონდენტი იყო ციტირებული. საინტერესოა, რომ ეს ანგარიში შექმნილია სწორედ პროევროპული აქციების გააქტიურების პროცესში. ამ ანგარიშის სამიზნე იყო ადრე მათე დევიძე, ეხლა ღარიბაშვილი და ხოლ არ ვიცით ვინ იქნება. მითების დეტექტორი ისევე როგორც სხვა არაერთი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხანია საუბრობს იმის შესახებ, რომ ქართულ ოცნებას ტროლების და ბოტების მთელი რაზმი ყავს დამობილიზებული სოციალურ ქსელში და ამისთვის ძალიან დიდ ფულს იხდის სამთავრობო გუნდი და სხვადასხვა პლატფორმა, მათ შორის საუბარია იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება აქტიურად იყენებს ამ ხერხს იმისთვის, რომ შექმნას სოციალურ ქსელში პარალელური რეალობა, აწარმოოს დეზინფორმაციის კამპანია და საზოგადოების ნაწილს მაგალითად დააჯეროს ის, რომ ქართული ოცნების მსგავსად მაგალითად ძალიან ბევრი მოქალაქე ფიქრობს თუნდაც საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს სოციალურ ქსელში. ახლა კი საინტერესოა ის, რომ ტროლები დაირაზმნენ უკვე ირაკლი ღარიბაშვილის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა ითქვას ის, რომ თავადაც ძალიან მოსწონდა ეს პრაქტიკა ტროლების და ბოტების ქარხანა, ვინაიდან მაშინაც მითების დეტექტორს აქვს შესწავლილი არაერთი ასეთი ტროლი, რომელიც ღარიბაშვილს აქებდნენ. ქართული ოცნება პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს თვლის, ვფიქრობ, იდიოტებად. მიაჩნია, რომ ტროლ-ბოტების ქარხანამ შეუძლია მათ შეასაღოს ნებისმიერი პროპაგანდა და რაც მთავარია, ერთი და იგივე ხალხმა შეიძლება გუშინ გიმტკიცოთ, რომ ღარიბაშვილი არის ქვეყნის პატრიოტი და არ ვიცი, გადამრჩენელი, გავიხსენოთ მისი, ასე ვთქვათ, რაღაც პიარი იგივე როცა საკითხი შეეხებოდა დავით გარეჯს და ასე შემდეგ, დღეს იგივე ხალხი და ტროლბოტები უმტკიცებენ ისევ ქართული ოცნების სამრჩეველს, რომ ეს კაცი რეალურად ყოფილა თურმე კორუმპირებული და დამნაშავე და დრო ქართული ოცნების სამრჩეველმა პასუხი გასცეს ამას და უთხრან ამ პარტიას და დაუმტკიცონ, რომ ისინი არ არიან იდიოტები.
მეტასაც კომპანია მეტასაც არაერთი გვერდი აქვს დაბლოკილი სოციალურ ქსელში Facebook-ში დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან და ქართულ ოცნებასთან წლების განმავლობაში, ვინაიდან სოციალური ქსელ მეტას განმარტებით ისინი იყვნენ დაკავშირებული, ისინი იყვნენ შემჩნეული არაავთენტურ კოორდინირებულ ქმედებაში და ახლა საინტერესოა რომ ტროლების სამიზნე გახდა უკვე ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.